დღეს 22 სექტემბერია, შემოდგომის ბუნიაობა, გადადის ახალი ეტაპი, ასე ვთქვათ, ხიდათ აქვს ჩვენს ბუნებას, დღე-ღამის სწორობა, ისინი ერთმანეთთან თანატოლები ხდებიან და მერე რასაკვირველია, მიდის ღამის დომინაცია. და თუ გინდათ ბუნებასთან ერთად სასიკეთოდ სინათლეებმა და დღეებმა იმრავლოს დადებით ხარისხში, გამომყევით და ეს ვიდეო თქვენთვის არის მხოლოდ დღეს გასაკეთებელი არ არის, უბრალოდ დღეს კარგად შეხედავთ იმ ყველაფერს, რაც უკვე შავ კორიდორ, ბნელ კორიდორ გამოვლინებმა გადავიტანეთ. მოკლედ ასე, ძალიან მარტივადაა საქმე. ერთი პირობა, რომელიც უნდა ჩამოგართვათ, ეს არის, რომ ამ ვიდეოს ბოლომდე უნდა უყუროთ და აყურებინოთ ორ საყვარელ ადამიანს. ესენი იქნებიან თქვენი ოჯახის წევრები თუ უბრალოდ დაქალოჩკები, ეს უკვე თავად გადაწყვიტეთ. პირობა მომეცით, კი ბატონო, ჩამოგართვით ხელი და ეხლა მე ჩემ პირობას ვასრულებ. რა არის ამისათვის საჭირო? ახალ რეალობაში და ახალ ეტაპზე, სასურველ ეტაპზე, რომ გადახვიდეთ, როგორც ამბობენ ენერგოპრაქტიკები, საოცარ ეფექტს ახდენს და თქვენც მოდი ამ საოცრებაში ჩაქრთავთ. მე ხომ ძალიან მიყვარხართ. რასაკეთებთ, ვალაიქებთ, ეს ხო თავიდან მეიცით და კიდე პირობა რომ ვაზიარებთ სხვებისათვის. მაშასე, აი როცა უკვე მოემზადებით დასაძინებლად, დაიწყეთ ეს პრაქტიკა დღეს და გააკეთებთ აი ესეთ, ასე ვთქვათ, ღამის რიტუალს, აუცილებლად იქონიეთ თან პატარა სარკე, რომელიც გიყვართ ჩვენ ქალებს, ნუბის თუ ჯიბის სარკეს თუ ჩანთის სარკეს, რაც გინდათ ის დაარქვით, ჩაიხედეთ რომ გამოჩნდეთ და რაც შეიძლება მეტი კომპლიმენტი უთხარით საკუთარ თავს. ვაიმე, შეიძლება ვფიქრობთ რომ რა კომპლიმენტი ისეთ დააღლილი ვარ, როდის დავხვიჭავ თვალებს და გავეთიშები და ვიმოგზავრებ მორფეუსის სამყაროში ერთი სული მაქვს, მაგრამ არა, თქვენ ყოველთვის გამონახავთ საკუთარ თავში ისეთ ღირსებას, ისეთ სტრიხს, ისეთ სილამაზის პატარა, თუნდაც სექსუალურ ნაკუწს, რომ არ შეაქოთ, არ შეიძლება. არ გამონახავთ, ვერ გამონახავთ, ვერ დაინახავთ, მაინც შეაქეთ, უთხრათ, რომ საუკეთესო გოგო ხარ, საუკეთესო ბიჭი ხარ, ყოველს მოწონხარ ხარ, ყოველთვის დადებითი და პოზიტიური პიროვნება ხართ. მოკლედ ასე თქვენივე სიტყვებით მოეფერეთ ამ თქვენ ერთადერთ თავს და აი ესეთი ბოლო, რაც ყველაზე მთავარია, მიეცით ესეთი პირობა დაძინების წინ, რასაკვირველია და ვაკეთებთ აი ასეთ. მე განზრახული მაქვს გავიღვიძო საუკეთესო რეალობაში. აი ესე მარტივად. სარკის წინ მე განზრახული მაქვს გავიღვიძო საუკეთესო რეალობაში. დაიძინეთ და დილით, როცა გაახელთ ლამაზ თვალებს, აუცილებლად ისევ იმ სარკეში ღიმილით უთხარით ხალხო საკუთარ თავს, რომ მე გავიღვიძე ზუსტად იმ საუკეთესო რეალობაში. მე გავიღვიძე საუკეთესო რეალობაში. დააკანონეთ, ნეიროპლასტიკა ისე მუშაობს ჩვენი საყვარელი ტვინისის აირეკლავს ამ დადებითობას, ამ ღიმილს, ამ განწყობას გაუშვებს, შეიძლება ბევრ და ასაფეთქებელ ნივთიერებასავით ჩვენს დადებით ფლუიდებს და აი ამ დიდი აპოგეოსი დადებითი ფლუიდებისა და ამ ასე ვთქვათ ცუდი ენერგიების განეიტრალების ხარჯზე აყვავდებით. აი როგორ შეიძლება რომ ყოველ დღე უძახო ჩემ თავს, მე ცუდ ფეხზე ავდექი, ვაიმე რაღაცა ჯანდაბა, არ მინდა ამ სიტყვების ხმარება, ნაგავში ცხოვრობ, ხალხი რა ცუდი და რა გაპელსმასებულია. ეს ვამბობ ამას, რასაკვირველია, მაგრამ აი რამდენს იძახებ, იმდენს იზიდებ, რამდენს დაარქმევ, იმდენს გამოგძახებს. ხო და შემოძვირფასებოდ თავი დავანებოთ ამ ყველაფერს, ნუ ამაღელვეთ. თქვენ არაფერ შუაში ხართ, უბრალოდ მინდა რომ ის რასაც დავაკანონებთ, რასაც ვიტყვით, რასაც ჩავძახებთ, იმას ამოგძახებს, ქვევრივით არის ჩვენი ზედა სართული შეუცნობელი სამყარო, რომელიც ნელ-ნელა გვაფხიზლებს და გვეუბნება, რომ გაიღვიძეთ, თქვენ აქ ხართ, თქვენ გეძინათ მთელი ამდენი წლები და საუკუნეები და მე ერთ-ერთი შემოგვიძება. მეც კი მინდა ისე პრინციპში გაღვიძება, მე ვიღაცამ კიდე უფრო ძლიერ მომდა დამარტყას და გამაღვიძოს, თუმცა რამდენჯერმე შემაღვიძეს და თუმჯერ რამდენიმე სიზურისგან გამომაფხიზლეს. ძალიან მიყვარხართ, კი ბატონო, ვისაც ეს ძალიან უნდა, რასაკვირველია, მოახდენს დაფიქსირებას. ჩემი მისამართისას, ჩემი ტელეფონისას და WhatsApp-ი, Viber-ი, Telegram-ი თქვენ სამსახურში თითქმის 24 საათი, მაგრამ ადამიანს დილის 5 საათს და 6 საათზე ნუ გამაღვიძებთ. დაღლილი ვარ, ყველაფრით დაღლის, მხოლოდ ძილი მშველის. მიყვარხართ კოსმიკ გეფერებით, ტაროლოგ კონსტიტუციაზე გეპატიჟებით და გელოდებით. ახლა წინამდებარე გაშლიდან ეს ძალიან ლამაზი, ჩემი საყვარელი
მზე შემურჩა, აი ამ მზეს ენათოს თქვენს გულში შემოდგომა, გაზაფხულია, ზამთარია, თუ ზაფხულია. სულ აი შინაგანი მზე. ერთი სიტყვები გამახსენდა, არ ვიცი ვის მეკუთვნის, კი ვიცი, მაგრამ არ ვიტყვი, რა მნიშვნელობა აქვს ეს დავამთავრებ ამ ჩემ გამოსვლას. ყველა ადამიანში მზე არის. აღარ აცადეთ ინათოს. ხოდა იფჭყალეთ ჩემო ლამაზებო. დასაკეთებთ არ დაგაბწყეთ პირობა გაქვთ მოცემული და 3 დღეში თუ მიხვდით რომ არ იცვლება, არაფერი მომწერეთ, თეა რა დაგიშავეთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ახალი ეტაპი გელოდებათ. ახალი ოქტომბერი გელოდებათ, ახალი ბაბელეტა კარზე მოკაკუნებულად მზად და მისი ხავერდით დატყვით ის სიამოვნეთ და ისუნსულეთ ჩემო კარგებო. კომენტარებში დაწერეთ რეაქციები.